მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა ჩამოვედი შავ ზღვაზე სათევზაოდ. მეგრისა. მედათორმიგე ვართ. ეხლა გათენდა და დავიწყებ თევზაობას სტავრიდაზე. ესეთ ნაძვნარში ვართ დაბანაკებული, დაახლოებით დღე-ნახევარი ვიქნებით. ძალიან ბევრი ხალხია, ესეთი რაოდენობით დაბანაკებული ხალხი არ მახსოვს მე ჯერ აქ ნაძვნარში. დავიწყებ თევზაობას, მოკლედ მიხვდებოდით ლეგენდარული ტიკტის სილიკონით ჯოხი მაქვს, აი ერთ-ერთი მიზეზი ვისთვისაც ეს ჯოხი დავიტოვე ჩემთვის, ეს ჯოხი შევიძინე, ესა ფეივორტის ბლუბერდი 0.8-დან 4 გრამამდე. ერთ-ერთი გათვლა მქონდა სტავრიდაზე სათევზაოდ. ვიცი რომ ძალიან მაგარი წყობა აქვს სტავრიდაზე, წინასწარ ახლა მილიარდჯერ დამიჭერია სტავრიდა და აი მაგაზე არის ბიუჯეტური კლასის, შედარებით ბიუჯეტური კლასის ჯოხი, ძალიან მაგარი იქნება ახლა. მიკროჯიგით სილიკონის სადაც სიტუაციაში ეს ჯოხი არის ძალიან დახვეწილი ახალი მოდელი ბლუბერდი. დავიწყებ თევზაობას აქ. ყველაზე მთავარია თუ იქნება ახლა თევზი. ყველაზე მთავარი მომენტი იმედია გაგვიმართლებს. მოკლედ დავიჭირე პირველი, უბრალოდ პირველი არ არის ეგ, რამოდენიმე დავიჭირე უკვე, უბრალოდ ეხლა ჩავდე კამერა. ესეთი სტავრო. დავიწყებ ჭერა, ნუ სასწავლად არ მოდის, ჯერჯერობით როგორც ვნახე, ყავს 1-3 წელი დაჭერილი. ტიკტის სილიკონზე. სხვა საკმაოდ წყნარია, მაგრამ ფაქტია რომ თევზი არ არის ასეთ რაოდენობით. არც ზედაფენაში არ აქტიურობს. ნახოთ რა სიზამ შეიძლება აქტიურდეს უფრო, ან პირიქით უფრო გაჩერდეს. შეხედოთ. ესაა ჩემი მეორე ჯოხი დღევანდელი, ანუ ესაა შავი გედი 12 გრამამდე შორის დისტანციისთვის, რაზეც გამოვიყენებ პილკერებს. აი ახლა სადაც მოვედი, ამ ადგილას თევზავს პირველად და წყალი მაგნოსდა ძალიან თხელი. ამიტომ დავაყენე ახლა პილკერი, რომ შორსაც ვცადო დისტანცია. სამწუხაროდ ჩვენს ნაცნობ ადგილებში მდენი ხალხი იყო, რომ ფიზიკურად თევზავებდი მან. იწევს ადგილების მოძებნა. არის პილკერი თუ არ უნდა. თუნი პილკერი უნდა თორნები. ორჯერ გადავაგდე, ხა ერთხელ გამეცა და მეორჯერ დაждდა. თან 10 გრამიანი. არის აი ძალიან შორ დისტანციაზე გაჯდა ახლა პილკერზე. ეს არის 10 გრამიანი დუო. ძალიან შორ გადაგდებულზე ალბათ 80 მეტრზე დაჯდა ეს. ფოტოშურს არა, ფოტოზონის აშკარად. ნახე როგორი შეხედრა მხელი. ძალიან მაგარი სტავრიდა. როცა ვიძახი ძალიან მაგარი ზომა, მეთქი კომენტარებში ვიწერენ. აუ ძმაო, მე უფრო დიდი მყავს ანაჭერი, ლოკო და რაღაცა თევზებს. ანუ დამიჯერეთ მე თევზის ზომა არ მეშლება.
უდენთი ნაერი თეზუყავს ნახე სხვადასხვა ქვეყანაში. უბრალოდ ჩვენთვის სტავრი დასთვის, ეხლა მე რას დავიჭირე, ის კარგი ზომის სტავრიდაა. და არა ლოკოსთვის. არის მოკლედ ესე კანტიკუნტად ვიჭერთ რა. მაგრამ ზომები მართლაც კარგი მოდის, აი ესეც არ იქნება ხა პატარა. აი მოზრდილები მოდის, ნამდვილად, აი. იქეთ. არის ავი ახლა თუ ხედავთ ჯოხი როგორაა დაკეცილი სტავრიdas ამოყვანაზე ჯერ ძალიან არ გაურბის და ნახე რა მაგარები მოდის ბიჭო ბოლომდე გადაუყლებია ჩემი სილიკონი ნახეთ საერთოდ ბოლომდე ჩებურაშკიანად გადაუყლებია აი ამოუღე ხანას ახსენოთ თორე სადაც ჩალიჩუა აი ზომა აბა გავაგზელოთ თორნიკე აღმოდი ახლა ორიგი არა ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ვერ ვიჭერთ ტენივრად ვიჭერთ ესე გაგზედებოდეს ნეტა ზომებს ვიჭერთ ნამდვილად ეს კარგი ზომებია ყოველთვის არ არის ხოლმე რომ ესე ზომები მოდის. შენი ზომები მოდის აშკარად. აგერ თორნიკეთს პარსავს. დავაი წავიდა შემდეგი. წონა მაგ 2 გრამი. ნუ ამ ჯოხზე როგორც გითხარით წინაზე, ნუ ვიც ნახა ჩემი ვიდეო, ფორჭილაზე ვითევზავე. 2 გრამი არის ზეიდეალური წონა, ესეთი შუათანა წონაში ამ ჯოხისთვის ძალიან ელემენტარული საფეხურებით ძნობ ფსკერს. ახლა მით უმეტეს პელაგიურად ვატარებ და აქ კიდევ უფრო ადვილი ასახქმელია ეგ წონა. ქვედა წონაში 0.8 გრამიანი პლუს სილიკონი იდეალურია. 0.5 გრამიც მეყენა, იმასაც ხედავთ ჩვეულებრივ. და ზედა წონაში 3 გრამი პლუს სილიკონი. ანუ მეტი მძიმე არ უნდა, ჯოხი 4 გრამამდეა. ამიტომ 3 გრამი პლუს სილიკონი არის უკვე მაქსიმალური წონა ამ ჯოხისთვის. ეს თუ წერია რეალურად, ანუ გადაამეტება არ უყვარს. თუ დავკიდებთ 5 გრამს, უკვე დატვირთულია ბლანკი ბოლომდე და შეგრძნებები უკვე იკლებს მაგ დროს. აი, ხელად ეგრევე. პილკერზე. არის მოკლედ ვიჭერ ხან სილიკონით, ხან პილკერით. ანუ ახლოს შევდავჭერ რამოდენიმეს, მე გადავდივარ პილკერზე. შორს. მაგრამ პილკერის წონა დავწიე, ეგ არის უკვე 5 გრამიანი პილკერი. იგივე დუოს იაპონური. არის ოპა ტიკტი აუ ძალიან ბევრი სილიკონები მაქვს წამოღებული მაგრამ რა ვიცი ატომღაც მაინც ეს მაქვს ჯერაც გადავალ მე მინდა სხვებზე MD ბაიცებიც მაქვს შაშან ძალიან მაგრად ვიჭირე მინდა რომ სხვადასხვა
არის ეს უკვე ისევ პილკერზე სხვათა შორის ეს არ იქნება ცუდი ზომა კარგად გზნობ 12 გრამიან ჯოხში ეს საერთოდ სტავიდა არის ვითომ ბიჭო რამ ხელა სტავიდა ჩემი აი ეს ახლა ძალიან მაგარი ზომის სტავრიდა აი ძალიან მაგარი სტავრიდა ახლა ეს აი ეგეთი სტავრიდა ოპა არის ეს დიდი იქნება ძალიან დიდი ისინი დავიჭირეთ სტავრიდა აი ეს დიდია პილკერს ჯვარჯვალია თვითონ არის არის აშკარა რომ დისტანციაზე დგას, იმიტომ რომ ეხლა 5 გრამს ძალიან შორს ისვი და მოდის. ვიჭერ, თითქმის ყველა ჩაგდებაზე დაჯდა ხაზები. ეს სტავრო. ნუ გავაგზავნე პილკერი, ყველაფერი გვაქვს. თავარია აირჩიოს რა სურს. აშკარად მოწონს დისტანცია თანაბარი გატარება ნელი კვიჩით ოპა არის აი ეს კარგი სტავრიდა იქნება ეს იქნება კარგი წესით კარგი იქნება არა კარგი იქნება ოხო ბიჭო რა სტავრიდა ძალიან დიდი სტავრიდა. ეს ახლა ძალიან დიდი, აბა რა არის? აი ეს ეს არის შუა თანაზომის კარგი ზომის სტავრიდა, რაც საქართველოში მოდის. ნახე. აი მე არ ვიცი. ანერი ზაფხულია ეგ. გაწვიმდა, მზეა და სასწაულად წვიმს ეს რა ჩანდაბა არ ვიცი. შემოძრომა ახი რა არის ცისარტყელა იქეთ თუ ჩანს ორჯერ გამექცა ზედიზი არის აკვის დავიჭირეთ სტავრო ეს ალბათ ყველაზე პატარაა რას დღეს დავიჭირე გადავედი 10 გრამიან პილკერზე და ჩაგდებისთანავე ძალიან დიდ დისტანციაზე დაჯდა ეგრევე ეს არ იქნება პატარა კარგი ზომა იქნება ბიჭო რა შვება ესა ეს კონი რას დავიჭირე ყველაზე დიდი იქნება ნახე რა სტავრიდა ძალიან სტავრიდა 10 გრამი ახე რა სტავრიდა დავიჭირე ნიკეს რა არის ბიჭო 12 გრამიან დუოს პილკერზე 12 გრამიანი დუოს პილკერი წავიდა ძალიან დიდი დავიჭირე აი სორი ოპაი ძალიან შორს დაახლოებით ახლა 90 მეტრზე ამოხვევი დავთვალე საშუალო დისტანცია რასაც ვისვი არის 90 მეტრი ეს პატარაა გამწარა 12 გრამიან პილკერზე ასისტით აიღო შევიცვალე ესევ ადგილი და ახლა აქეთ ნახოთ
ახდება. არის. მოკლედ ესია რა, ამის ახლა ძირითადი საიდუმლო და გასაღები არის მოძრაობა. გადადიხარ 1.50 მეტრს, იჭერ გარკვეულ რაოდენობას. ჩერდება, ეგრევე გადადიხარ, ისე ვიჭერ. იმიტომ რომ დიდი ეგრეთ წოდებული კასიაკები არ დგას. ამიტომ უნდა სულ მოძრაობა. თუ მინდა რომ დავიჭიროთ, უნდა ვიმოძრაოთ. თუ გვეზარება, ვერ დავიჭერთ. 12 გრამიანი გედი, 12 გრამიანი პილკერზე. აბა ხა სილიკონი. დაბირთვა. არის? მოდი, არ წახვიდე, всё. აი ზედაპირზე ეგრევე გამოჩნდა აქტივობა. უცებ გადავაყენე სილიკონი. აიქცა. ნახე, ნადირობს აქ. ეგრევე აიღებს. ნახე, არა ჩაუგდე? არის. აი იმაში მოხვდი და გაჭერაში. უბრალოდ საინტერესო რამდენ ხანს გაჩერდება. უზია. ზომა კარგია. ზოლა სწრაფი ჭერა უნდა ხარ. აბა რამდენ წელს მოვასწრებთ ეს ერთი. აუ ყველგან მაგრად გასტონები აქვს სილიკონი უნდა. არის. ეს კარგი იქნება, კარგი ზომაა. კარგი იქნება. მოკლედ საბოლოოდ მაინც გამოგდის კარგი ჭერა. თვითონ ეს მართლა კარგია. ოპა. შვენიერი სტავრო. იგძე. ცოტა მოსწრება უნდა ხა სანამ თევზი დგას. არის. მოკლედ სადაც დავინახავთ ვიზუალურად დისტანციაზე ჩავუგდებთ, ეგრევე ჯდება. ფილკერით ახლა უეჭველი წვდები, 12 გრამიანი და ადვილად წვდები ეგრევე. დანარჩენ შემთხვევაში სილიკონით, როცა ახლოშია დისტანციაზე, მე უკვე ვცებ სილიკონი. აი, ახლა აქ ეთამაშობს, ეგრევე დაჯდება. არის. ეს კაი ზომაა. ეს კარგი ზომაა. ოხი რა მაგრად მუქაჩა. რა თქმა უნდა ისეთი არ არის მაშინ დავიჭირო, მაგრამ ისეთია რა, შვენიერი ზომის. აუ თამაშობს თევზი წინ. ცოტა სწრაფად. ობა, აი, ნახე. ძალიან მაგარი, უკვე ამაზე ვიძახი, ზომა არ არის თქო, ნახე რა მაგარი ზომა. არის. აი ესე არის ახლა აშკარად უმჯობესი წონაა. აქედან თორნიკესაც გამოყავს. ავასარი ამოყვანა, წააგო. არის მორიგი. ეს კაი იქნება. შუბიჩო არ გაიქცე? ახ რა ხდება ბიჭო? ამას შეჭამე ხა ორ წელს და всё მზად ხარ. ძალიან მაგრები მოდის. არა ეს ნუ იმასთან კიდე არაფერი არ არის, ებიც ვიჭირებ, მაგრამ ძალიან მაგრებია. არის. მოკლედ დღევანდელი ტაქტიკა არის ესეთ დისტანცია პილკერი. როდესაც ხედავთ აქვს გამოსვლების ზედაპირზე და როდესაც შემოვარდება ახლოში, გადადიხარ სილიკონს. აი ეს ორი მეთოდი დღეს. რა ზომა ბიჭო რა ხდება ჩემი? ყველა მასიურად რა ზომები ჩდება? 1000 ერთხელ რო ჯდებოდა ხოლმე, აი
ვიცი ხოლმე რომ ვიდეოში ძალიან პატარა ჩანს. აი 12 გრამიანი შავი გედის ტარი. რამხელაა და იმაზე რამდენი დიდია ახლა ეგ. ჯერ 12 გრამიანი პილკერი რა პატარა ჩანს. ნუ რა თქმა უნდა თევზი დაჭერა გვინდა, მაგრამ მე თან მაინტერესებს გართობა. ეხლა დავაყენებ 1 ბაიცის სილიკონს. აი ეგ ფერს ეს არ არის ვარდისფერი, ეს არის ეგრეთ წოდებული სპეცფერი, რომელიც აქვს მხოლოდ 1 ბაიცს. ესე მოწითალო, ვარდისფერო მოდელია. და როცა სილიკონის სიტუაცია იქნება, გამოვიყენებ ამას. ბარემ გადავაგდებ. თევზი ახლოში შემოვიდა, გადავედი სილიკონზე. ეს არის NT-Bates-ის Neozera მოდელი, სასწავლიდე მოდელი სპეციალური. ეს არ იქნება თან პატარა ზომის. ვიჩო პატარა ზომი გარა, ნახე, მაგარი გაგზარო. აი ეს არის Neozera NT-Bates. უცებ დგას აქ, რა კაი ზომა. დგას ჯერჯერობით იცევთებზე. არის. აუ NT-Bates-ზე წავიდა პარსვა. გიჟი ჭერა წავიდა, ძალიან გიჟი ჭერა მიდის. აი ესეც NT-Bates-ი. პირდან გადმოვარდა თევზი ხა ამას. თუნდა ნახო რა არის აგერაგდია. აი რას დასდებს. ეს რაღაც გლანას უეძახიან, ამ თევზს დასდებს. აი ეს გადმოვარდა ხა პირდან რამ სიგრძეს. და აი თუ მოვაო დიდ სილიკონს როგორ არ მოვა ამ სიგრძე თევზს დასდებდა ხა იქ. უცებ NT-Bates-ი. წავიდა. ებრევე გიჟი სილიკონი. აუ ამ ჯოხი ძალიან სასიამოვნოა უბრალოდ დღეს არ არის ისეთი დღე რომ მარტო ამ ჯოხით ვითევზაო. აი ამითაა გეხა მუღამი ამ ჯოხით ამოყვანას. ეგრევე რო იხრა, აი გამექცა. ეგრევე რო იხრება ჯოხი. მაშინ ვიღებ ჩვენ აქ ეხა სიამოვნებს. უბრალოდ ახლოში ძალიან იშვიათად შემოდის დღეს თევზი არის გიჟი. ეს არ გავაქციოთ ახლა. ადი ცუცულდი არის უცებ. ეხა წინ აშკარად კარგი კასიაკი გამიჩერდა და მოსწრებაზე ვარ. Neozerას არ შევსვი ჯერჯერობით NT-Bates მექნება. იმიტომ მუშაობს ძალიან მაგრად. არა და მინდა და სხვა ფერებიც გამეტესტა, მაგრამ ისეთი ცოტა ხნით შემოდის და მე ისე მალე გადის, რომ მე ვერ ვასწრებ. აი უკვე ძალიან ცოტა დგას იქ. შეიძლება არც იდგეს უკვე. არის. NT-Bates არის არომატული სილიკონი. და ფერი შემუშავებულია, რა ვისაც გახსოვთ შარშანდელი ვიდეო, სპეციალურად შემუშავებულია შავი ზღვისთვის, სულ არის 4 ფერში. ეგ Neozera არის სულ 4 ფერში გამოსული და 4-ვე არის იდეალურად მუშა ფერი ზღვაზე. მე არ ვამბობ ისეთ პერიოდს, როცა გიჟივით მოდის თევზი და კალოშზეც რო იჭირება. მე ვამბობ პასიურ მომენტში. აი დღის მანძილზე დაახლოებით 30 წლის მეც რო ვერ იჭერ სტავიდას, მაგ დროს აქვს ძალიან ეფექტური შედეგი. და როცა ყველაფერზე მოდის, მაგ დროს დიდი აზრი არ აქვს, რას დააყენებთ, მაინც მოდის. მოდი ახლა ისევ გაიწია თევზი ნაპირიდან, სანამ შემოიწევა. მოხსნათ ეგ NT-Bates-ის ეგ ფერი. აი ეს არის ის 4 ფერი NT-Bates-ის, სულაც აქვს. დავაყენოთ, ეს არის გამჭვირვალე, ნუ სულად გამჭვირვალე არ არის, ეს არის მოთეთრო გამჭვირვალე, რომელსაც დაყვება იასამნისფერი გული. მე რა თქმა უნდა სილიკონი ბევრჯერცადე უკვე. აი ესეთია. ძალიან მაგარი ფერია.
ამ ფერის მიღებაზე დაახლოებით დავიცეთ 10 დღე ალბათ ექსპერიმენტებში ვიყავით. ძალიან გაგიჭირდა, უბრალოდ ძალიან ვიწვალეთ, რომ მიგვეღო ეს ფერი. და როდესაც ჩამოვედით მაშინ ზღვაზე, გადაგდებისთანავე მუშაობდა ეგრევე. ძალიან ტოპი შეიქნა ეს ფერი. თუ ეხლა რატო გადავარდე, არ ვიცი, იმიტომ თევზი ხა ახლოში არ დგას. ეხლა გადავარ პილკერებზე. და ამას როცა შევნიშნავ, მე გადმოვარ ისევ სილიკონს. არის, აი ეს კარგი ზომა იქნება. ესეც მაქსიმალურ დისტანციაზე დაჯდა 12 გრამიანის. ანუ ამ ჯოხით 12 გრამს გავდივარ 90 მეტრს. ანუ დაახლოებით 15 გადაგდება ამოვთვალე და საშუალოდ 90 მეტრს ვისვრი. თან სქელიცნული მიხვევია საკმაოდ ესე მოუწია დიეზი 0.6 ხა ძალიან ბევრი ამისთვის. და შემოდი, ეს იქნება თორნიკე, ძალიან მაგარ ზომა იქნება. ახე ბიჭო. ნახე რა ხდება ჩემი. ბიჭო, ძალიან მაგარი სტავიდა, აი. ძალიან მაგარი. აი უცებ გავაგზავნოთ. წავიდა მორიგი. მორიგი შორი დისტანციის ხორჭილა. ხორჭილა რა იყო? 100 ხორჭილა სტავიდა. Абавно ходრასებს. თონიგე, შენ წინ დახტუნავს ეგერ მიწვდები, მაგრამ ჩვეულებრივად არის ბიჭო რა ჭერაში გავიჩითებ, ძალიან მაგარი. შენ წინ გადაუგდე ეგრევე მაგრა თამაშობს. აი ეს ერთი ვარიანტი გვაქვს, ძალიან შორს უჯდება. აი ამ მოყვანაში ვიღლები. აკეთებდი თევზმა რო იფარხალოს იმის ძალაც არ არის ხელმანძილა მომყავს და თან რამაწვალა ნახეთ აი ესა სტანდარტულად ასაც ვიჭერთ ხოლმე ასეთი სტაბილი ამ ფლაპერკერზე მოვიდა მოდი ახლა სილიკონზე გადავედი MT Bytes-ის ნოუზერა თვითონ რაღაცები შევამჩნიე და არის ეს არის უკვე რაც გაჩვენებთ. ოპა, აი ზომა. ეს არის MT Bytes-ის ნეუზერა, როგორც გითხარით, აი ეგ ფერი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ავი თუ ხედავთ ახლა ამ ფერს. გავაგზავნოთ. არის. ნახე სათამაშოს ხედავ ძალიან შორს. აუ ძალიან შორს მაგრები დგას, ძალიან დიდები დგას. აი აქედან თორნიკეს ამოყავს დავიტანჯეთ რა წერა გვაქვს ყველა მაგრამ თორნიკე პატარებს იჭერს და ამიტომ დღეს პატარები ჭამა მოუწევს ოპა ნახე ასეთი ზომა მაინც დაიჭირე ერთი წად რაღაცა ცოტა რთულად ამოყავს გაგიჟებულია თორნიკეს ყველა პატარა უჯდება და გაგიჟებული ესეც გაიზომაო. აი, აგერ თამაშობს. ცოტა შორსა, მაგრამ წესი დამეთი მიწვდები. კარგია, აბა დავიწყოთ. აი, უფრო ახლოში მოვიდა ძალიან. ძალიან ჩქარი გატარება არ უნდა, ცოტა ნელი და უფრო რბილი ტვიჩი. ხა ძალიან ჩქარა უტარებდი მე მასეთი არ მოწონს. არის. აუ კიდე მაგრადგანა ნუ იმედია კიდე მოვასწრებ ამასო მოვიყვან მაგრამ შიშორ და რა მომყავს მე უკვე ვასწრებ თავიდან გადაგდებას გადის თევზი კარგია მოვიყვანე ესეც 100 დეზის 100 ზეროზის კარგია მალე იხსნება შევცვალე ფერი დავაყენე ესეთი ფერი დუოსი 10 გრამ აბა ამით გავაგზავნოთ ახლა ეს ვნახოთ როგორია არის დუოს ბევრი ფერი არა აქ პილკერებში ამ მოდელში ახლა მე რაც მაგ ტეტრავორკია 7 ფერია გონი სულა ყველა მაგარია 7-ვე მუშაობს მაგრად
ძალიან მაგარია, ხან ერთი ურჩევნია, ხან მეორე, ამიტომ შეცვლა ყოველთვის ჯობია. რო ცვალოთ ხოლმე ფერები, აი, ესე დავიჭერეთ. აიღო ასისტით. აი, რაღაცას ვხედავ ახლოში თითქოს. აგერ დაიწყო თამაში, ნახოთ რა არის, ვიცით. გადავამოწმოთ ჩვენი ტესტით, ეს არის MT-Bytes-ის მეოზერა. ხილად გაგვაგებიებს, ახლა რა ხდება აქ. არის ანუ ეს ჯოხი აწობილი მაქვს ტესტერად. ეგრევე მატესტიებს რა ხდება იქ. რა ურტყამს, რა თამაშობს. ჩაუგდებ MT-Bytes. ეგრევე ნათელია ყველაფერი. აგერ თონიკე პარსავს აქედან. ორა პარსვა მიდის. რაც ძალიან გაწვალა მაგრამ. აი ზომა იქ. ო, ნახე რა, კაი. მოკლედ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ესე არ გავაგზავნებ დიდხანს რომ უინტერესო არ იყოს ვიდეო სანახავად. მოვიჭერთ ერთ წუთით. აი. უბრალოდ ბოლოსკენ გადავიღებ ცოტას და თან ნახოთ რა დავიჭირეთ, აბა. და ამით დავასრულოთ. აი, ვფიქრობდი წამეყო თუ არა შავი გედი. დღეისათვის წამომეყო თუ არა 12 გრამამდე. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ჩავაგდებთ ხო ვიფიქრე და კიდევ კარგი რომ წამოვიღე შავი გედი. შავი გედი მოგეხსენებათ. FTX-ის გამარჯვებულია ყველაზე შორს მსროლებს ჯოხებში, პირველი ადგილი აქვს აღებული. ძალიან მაგრად გადის დისტანციაზე. რა თქმა უნდა, ვინ სროლა იცის, მაგაზე ვამბობ. თორე სროლა თუ არ იცი, შავი გედი კი არა, თოფი გეჭიროს მაინც ვერ ისვრით. ამიტომ დამოყამება უნდა, რა თქმა უნდა. ძალიან შორს გავდივარ, ანუ ამას მოვაყოლე და დღეს აშკარად გაცილებით მეტი თევზი, ალბათ თევზის მინიმუმ 80% დავიჭიროთ სწორედ დისტანციაზე, შორს. ну, მოკლედ აქაც თორნიკეთს იჭერს და იჭერს. ო, კაი ზომაა, ვიცი. ანუ ეს ადრე რო ვიჭერდით ახლა ესეც, ეს იყო ძალიან ისეთი კაი ზომა და დღეს უკვე პატარა გვიჩვენება იმ ხელები მოდის. ეს ძალიან მაგრები მოდის. მოვჩებით უკვე აშკარად მოიკლო ჭერა. თითქმის 10-ის ნახევარია, აი. რა მოიკლო ეს, ყველა ჭაგდებაზე იჭერს. თორნიკე აი ეხლა გააქტიურდა. ну მოდის ეს შიგადაშიგ ჯერჯერობით მოდის არ გაჩერებულა ჭერა. უბრალოდ რა ვიბლომა დავიჭერეთ სიამოვნება მივიღეთ ძალიან მაგარი დღეს. ძალიან მაგრად ვიჭერეთ. თორნიკე თევზაობს, როგორც გითხარით 10 გრამამდე ტოტემით. რაღაც დიდი ხო არა ესა შემთხვევით. რაღაცა გაგიჭირდა მოყვანა და რა ხდება? მოიყვანე ბარემ. ანუ გაიზომა. კილკერზე გაიზომა შენიერ. თორნიკე გვეყოფაცი წავიდეთ, არ შემიძლია მომშივდა. ნახე. არ გამეცეს. თორე დავჩიმშიერი. ნახე რა მაგარი ზომაი. ეს ამალარი. მოკლედ არც თორნიკე ნებდება, არც მე ნებდები, დავიტან. ოპა, მაგარი ზომა. თან რანერად გინახა თევზაობა შეწყვეტო ესეთები რომ მოდის. ამ ხელები. ანახე ეს შორი და ვიდეოში ისე ძალიან ბანძურა ჩვენ ზომები. ხე რა მაგარია ბიჭო. 10 გრამი კილკერი. ძალიან მაგარი თევზაობა, აი, ალბათ არასოდეს არ ქონია ესეთი თევზაობა. Bluebird-ი, Favorite-ის ახალ მოდელი გადავტესტე, რასაც ქვია. ყველასათვის ცნობილი ჩანთა, ეს არის Select-ის 21 კილოიანი ჩანთა, აი. ასე მე რაზომები ნახეთ, ძალიან დიდები ყველა. ეს იყო ნორმო ჭერა, აი სასწაული ჭერა იყო. ალბათ кай ხანი არ წამოვასწავლიდას.